მეგობრებო, ეს სურს გესაუბროთ 12 დღიან ომზე, რომელიც როგორც იქნა დასრულდა ისე, რომ ფაქტობრივად ყველამ ჩათვალა, რომ გაიმარჯვა და ალბათ ასე ჯობს, ვიდრე ვიღაც დაჩაგრულიყო, ან იმდენად დამარცხებულიყო, რომ საერთოდ წაშლილიყო დედამიწის ზედაპირიდან. Rato ამბობ ამას, იმიტომ რომ ყველა მიხილეთ ალბათ ვინც მეტნაკლებად პოლიტიკით ხარ დაკავებული, თუ როგორი ტექნიკა და რა ჭურვები გამოიყენეს ამერიკელებმა და კიდევ კარგი რომ ესე დამთავრდა. ისე ერთი რამე უნდა ითქვას, რომ უდანაშაულო მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო, ორივე მხრიდან ბავშვები შეეწირენ, დასრული ასაკის ხალხიც და ალბათ ბევრი მოხუციც, ეს ცოტა არ იყოს საქილიკო და სახუმაროც კი იქნებოდა გარკვეული პერიოდის მერე. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ პროცესის დაწყებიდან უკვე გავდა რაღაც ერთგვარ შეთანხმებას. და ამ შეთანხმების მონაწილეები იყვნენ თანაბარწილად როგორც ამერიკელები, ასევე ბუნებრივია ისრაელი და რაც თავარი ფიგურანტი ამ კონფლიქტისა, ამ სამკუთხედის ირანი. გამომდინარე იქიდან, რომ რა ფორმულირები დასრულდა და როგორი გარიგების ნიშნები ეტყობოდა ამ ყველაფერს უკვე დასრულებისკენ როცა წავიდა პროცესი, მაგრამ მე არ მინდა ამის დეტალიზაცია, იმიტომ რომ დიდი ხანი გავიდა, ეს კონფლიქტი რო დაიწყო, ვიდეო ჩავწერე და ჩემი აზრი მოგახსენეთ, მე მინდა ცოტა განსხვავებული კუთხით გამოვთქვა ჩემი აზრი, თლად მიწიერი არა, ნაწილობრივ მეტაფიზიკური, ნაწილობრივ რაღაც სულიერ სიღრმეებში გადავიდე და რას გულისხმობ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა პირადად პერსონალურად ბიბიმ ნეთანიაჰუმ, რომ მას აქვს უფლება გადაწყვიტოს რეგიონის ბედი არაერთხელ 90-იანი წლების შუა პერიოდიდან იგი გამოვიდა გაეროს ტრიბუნალზე და ხან რაღაცა პატარა ტრაფარედზე ფლომასტერი დახატული ხელნაკეთი ბომბი აჩვენა, ხან რაღაცა მაკეტი და ყოველ ჯერზე ამბობდა, რომ მას აქვს უფლება, რომ იმოქმედოს რეგიონში და დაამყაროს წესრიგი და ეს სულ მახსენდება კოლინ პაუელის მიერ შეტანილი პატარა ესეთი კოლბა, რომელიც ანჯღრია და ესე დააჯერა მთელი მსოფლიო, პირობითად ეხლა ვინ დაიჯერა, ვინ არა და არავინ არ დაინტერესდა იმით, რომ რადიაციული კოლბა საერთოდ ადამიანს როგორ ქონდა ხელში და საერთოდ იქ როგორ შეიტანა, მაგრამ ეს სხვა ისტორია, მაშინ ამერიკელები ჰეგემონები იყვნენ და რასაც უნდა იმას აკეთებდნენ, არა მარტო ახლო აღმოსავლეთ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. და იგივეს აკეთებდა ნეთანიაჰუ, მაგრამ რა განსხვავებით. ყოველთვის იგი ამბობდა და ამბობს და მომავალშიც ამას გაიმეორებს, რომ ის არის ღვთის რჩეული შვილის ესეთი წარმომადგენელი და თვალსაჩინო პირი, რომელსაც ზეცამ მათმა ღმერთმა დააწესა მასზე დიდი ვალდებულება, რომ იგი უნდა გაუძღვეს ებრაელ ხალხს და ის თავის კუთვნილ მიწაზე და მის შემოგარენზე, რაც კიდევ ერთხელ უნდა თქვა, რაც უწერიათ ტორაში და ტალმუდში, რომელიც მე ვახსენე წინა ვიდეოში, მოკლედ ამ ღმერთისა და ღვთის სახელით აპირებს თავის გარშემო სიტუაციის დალაგებას ისე, როგორც მას უნდა. ამას ადრე ევროპელები როცა იერუსალიმს უტევდნენ, ამას ერქვა ჯვაროსნული ომი, ანუ ღვთის მიერ დალოცილი ომი, როცა ევროპიდან დაიძრებოდა კოლონები და მოკლედ იერუსალიმის მისასვლელში იყო ერთი ამბავი, ბრძოლა და დავიდა არაბა და უამრავი მსხვერპლი. ზუსტად ასეთივე პათოსით იგი თვლის, რომ არის ღვთის მიერ მოწოდებული და ღვთის რჩეული
ასევე ღვთისმიერ რჩეული ისრაელის ხალხის ლიდერი და იგი თვლის, რომ მას აქვს უფლება იმისა, რასაც იგი აკეთებს. და სამწუხაროდ ის არის, რომ ფაქტობრივად წინ ვერავინ უდგება ვერც ადრე, ვერც ეხლა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს მიერ არაერთხელ ნაკებ და ნადიდებ დონალდ ტრამპს აქვს ვალი ებრაელ სპონსორებთან, კონკრეტულად ეთნიკურად ებრაელ სპონსორებთან, ამაში ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამერიკაში ესეთი მიღებული წესია, რომ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს ესა თუ ის ლიდერი გარკვეულწილად აფინანსებს და ეხმარება თავის რჩეულ კანდიდატს, რომ იგი გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. და ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც დონალდ ტრამპს საკმაოდ დიდი დახმარება ხვდა წილად ებრაული სათვისტომოთი, რომელიც ამერიკაში ბუნებრივია უდიდესია, აღმოსავლეთ სანაპირო, მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, აღმოსავლეთ სანაპირო შეიძლება ხომ აღარ ნათქვამია, მაგრამ ნიუ-იორკის შტატი და მიმდებარე ტერიტორია, თვითონ უოლ-სტრიტი და მთელი საქმიანი წრეები არც დასავლეთ სანაპიროზე აკლებენ და მოკლედ ასე იყო თუ ისე, მისი უშუალოდ სიძის მეშვეობით და გავლენით, რომელიც არის ბუნებრივია ეთნიკურად ებრაელი, ივანკას მეუღლეა და ბერნარდ კუშნერი, მოკლედ მისი დახმარებით და მისი ასე ვთქვათ გაკაფული გზით ეს ებრაული სასპონსორო თანხები შევიდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში. ასე იყო პირველი კადენციის დროს და ასე მოხდა ამჟამადაც. აქედან გამომდინარე, ტრამპს ჰქონდა გარკვეული ვალდებულება, ეს არაფერი დასამალი არ არის და მე ესე ვთვლი და უკვე ფაქტები ამას მეტყველებს, რომ მან ფაქტობრივად უარყო ის, რომ იგი საქმის ყურში არ იყო. იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო უარესი ტონი იქნებოდა აი ამ შექმნილ სიტუაციაში. გამოვიდოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დააყენეს ფაქტის წინაშე. ამიტომაც მან თქვა, რომ მე საქმის ყურში ვიყავი და ნათანიაგო ეს ყველაფერი ჩემთან შეათანხმა. არა და ასე არ იყო. და ეს ომი რო გაჩაღდა წინა ვიდეოში თქვი, მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გამოდიოდა და ეს ჩვენი ამბავი არ არისო და რამის გვერდზე გადგენ, მაგრამ ბუნებრივია ისრაელს ვერ მიატოვებდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა. რამდენად სამართლიანია და როგორ იქნება ეს მომავალში აღქმული, ამას ალბათ უახლოესი ისტორია განსაზღვროს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ფაქტი ის არის, რომ აი ამ 12 დღიან ომს, რომელიც საბოლოო ჯამში შეთანხმებით დასრულდა, უამრავი მსხვერპლი ჰქონდა, როგორც ისრაელის მხრიდან, ასევე ირანის მოსახლეობის მხრიდან და კიდე კარგი ბოლოს ირანელების მიერ გასრულილი ყატარის მიმართულებით რაკეტა კიდე კარგი მსხვერპლი არ მოიტანა. თუმცა ამბობენ, რომ ესეც კიდე შეთანხმების ნაწილი იყო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ყველა ერთი მხარე მეორეს აფრთხილებდა, რომ მე შენზე იერიში მომაქვს. ამიტომაც ვამბობ, მსხვერპლი არ ყოფილიყო, ეს იქნებოდა რაღაც გარკვეული პერიოდის მერე, ალბათ რაღაც ირონიითა და გარკვეული სარკაზმით შესაძლებელი 12 დღიანი ომი, მაგრამ რა ხან მსხვერპლი მოხდა, აქ ხა ზედმეტი რაღაც ირონიის გამოხატვა არაჰუმანური იქნება უბრალოდ. მნიშვნელოვანი არის კიდე ამ კონფლიქტში ის, რომ რაც ყველაზე ძალიან გამეკვირდა ირანელების პოზიცია. გამომდინარე იქიდან, რომ ირანმა კონკრეტულად პრეზიდენტ პეზეშკიანმა, რომელიც ფაქტობრივად საგარეო ტრეკს ხელმძღვანელობს, იმიტომ რომ შიგნით სულიერ საფრთხეს ერისა, იცით რომ ესე იგი აიათოლების ინსტიტუტი ამყარებს, მაგრამ პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას ქმნის პრეზიდენტი. და მოკლედ პეზეშკიანის არჩევის შემდეგ
ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რატომღაც, რომ აჯობებდა ისე, რომ არ დაეძაბა დასავლურ სამყაროსთან, კონკრეტულად ამერიკელებთან. და აქ ორი გარემოება იყო. ერთი ის, რომ გაყინული დასანქცირებული ირანის დიდძალი ფულის გათავისუფლებას ითხოვდნენ ირანელები, სანაცვლოდ რომ კორექტირება შეეტანა თავის ბუთულ პროგრამაში. დიდძალი ფულია მე სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, ვეძებე ინფორმაცია და სხვადასხვა ინფორმაციას მაძლევს. ზოგი ამბობს, რომ 9 ტრილიონია, ზოგი ამბობს, რომ რაღაც მიახლოებით ზოგი ინფორმაციაში საერთოდ 4 ტრილიონი, ამიტომ არ ვამბობ კონკრეტულად ციფრს, იმიტომ რომ ეთყობა იქ რაღაცა თლად ისე კონკრეტული თანხა არ არის. მაგრამ არის დიდძალი თანხა. ეს ერთი უნდოდა ირანელებს, ასევე უნდოდათ ამერიკელებისგან ნებართვა, რომ თავისუფლად ევაჭრათ თავის ენერგომატარებლებით, რომელიც ჭარბად აქვთ, ეს არის როგორც ნავთობი, ასევე ბუნებრივი აირი და ამის სანაცვლოდ, ჩემთან გასაკვირად, ირანელებმა უარი თქვეს პროქსი თავის პროქსი ძალების მხარდაჭერაზე. ასე მოხდა ჰეზბოლას მიმართულებით, ფაქტობრივად შეატოვეს ისრაელს და ჰეზბოლა, როგორც ამბობენ, ფაქტობრივად განადგურებულივე, არ დაეხმარნენ ჰამას, ჰამას იმისასთან გაასწორეს, ღაზა სექტორთან ერთად ბუნებრივია და ესეც არ იკმარა ირანმა და ფაქტობრივად სირიაში თავის ინტერესებზე უარი თქვა. და ეს ყველაფერი გააკეთა, იმიტომ არ დამავიწყდეს ხუსიტებთანაც ურთიერთობაში რაღაცა მომენტში ცოტა შეწყვიტეს კოოპერირება, ესე სუბუქად რო ვთქვათ. ანუ იარაღს ბუნებრივია აწვდიდნენ ფრთოსან რაკეტებს, რითაც მერე ხუსიტები თავის მხრივ ამერიკულ ფროტს ურტყავდნენ, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემა. მოკლედ ირანმა გადაწყვიტა, რომ ესე ჩამოშორებოდა დიდ პოლიტიკას, რაღაც თავის ნაჭუჭი, თავის ჩარჩოში ჩატეულიყო, ანუ პრეტენზია აღარ გამოიწვა, სანაცვლოდ იმისა, რომ ამერიკისგან მიიღო ეს ბენეფიტები და სამწუხაროდ მიიღო ის, რაც მიიღო. და ეს ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა არის ირანული ხელისუფლების, რასაც ალბათ უკვე ნანობენ, იმიტომ რომ ვინც ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელებთან ივაჭრა, შედეგი ვერავინ ვერ დადო და ვერც დადებდნენ, იმიტომ რომ ეს საერთოდ არ შედის ამერიკისა და კონკრეტულად დასავლური პოლიტიკის ინტერესებში. ერთადერთი ვინც კონკრეტულად აი ამ რეგიონში სარგებლობს ამერიკის მხარდაჭერით, ეს არის ისრაელი და იქაც ბევრი კითხვებია. გამომდინარე იქიდან, რომ მე გითხარით, რომ როცა არაბეთის ტურნე ქონდა დონალდ ტრამპს, მან ფაქტობრივად იგნორი გაუკეთა ისრაელს და ნეთანიაჰუ ეს კამპანია თავისინები წამოიწყო, რასაც ტრამპი უპასუხოდ არ დატოვებს, უბრალოდ დღეს და ხვალ არ მოხდება. ნეთანიაჰუ მიიღებს თავის საკადრის პასუხს და მოკლედ ირანელებმა გადაწყვიტეს, რომ რატომაც არა ვივაჭროთ, იმიტომ რომ აღმოსავლეთში ვაჭრობა ახლა მოსული იყო, ვინც ვიცით ახლა მეტნაკლებად ისტორია აღმოსავლეთის და ახლო აღმოსავლეთის და მე ასე მგონია, რომ პეზიშკიანს და ირანის მთავრობა სამარყანდის ბაზარზე ეგონა თავი და იქ რაღაცა აღმოსავლური მუსიკალური ჰანგებისა და ის აღმოსავლური ბაზრის დოლათის ფონზე შეეძლოთ ამერიკელებთან დამჯდარიყვნენ, ჩაიდაელიათ და გადაეწყვიტათ ირანისთვის სასიკეთოდ ეს დაგროვილი პრობლემები. მოხდა ისე, როგორც უნდა მოხდარიყო, მე უბრალოდ გამიკვირდა ირანელებმა რატო შეტოპეს ასე ღრმად, რაც ძალიან ძვირი დაუჯდათ. ყველაზე მეტად დაზარალდა ჩემი აზრით ისრაელი, იმიტომ რომ ირანელებს ფაქტობრივად ყველა მაღიარა რომ გადამალეს დიდძალი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რომელსაც გააგრძელებენ ხვალ ზეგმაზე პირობითად. ირანმა ამით ისარგებლა და შიდა აგენტურა გამოაშკარავა, იმიტომ რომ პროცესი იყო ისეთი, რომ
ისრაელს თავის აგენტურა უნდა გამოეყვანა, გამოეშკარავინა, იმიტომ რომ საჭირო ქმედებები უნდა ჩაეტარებინა. 700-მდე არის დღესდღეობით დაპატიმრებული თუ დასჯილი და ამ 700-ს დაემატება კიდე 700 და კიდე მრავალი, იმიტომ რომ ეს ადულად არ ჩაიღლეს და შესაბამისად ნეთანიაჰუს ის იდეა რომ მეტაფიზიკური განზომილებაში როცა ხშირად შედის ხოლმე რომ თვლიდა რომ ესე იგი მას აქვს უფლება რომ ირანში შეცვალოს რწმენაზე დაფუძნებული ინსტიტუტი და აიათოლების სისტემა მოაშოროს და ირანის სვეტური საზოგადოება გადაკეთეს სვეტურს იმიტომ ხმარობ რომ სამოქალაქო საზოგადოებას ნიშნავს. ვინც არის დაგეწყინეთ ხო და გადაეკეთებინა ეს სვეტურ სახელმწიფოდ და შახის ვაჟი რომელიც ევროპაშია, საფრანგეთშია მე მგონი, ეხლა ამჟამად მე მგონი საფრანგეთშია, თუმცა მანამდე ჰოლანდიაშიც იყო 79 წელს გამდენილი შახიშვილი ჩამოიყვანოს და დასვას ირანში და შესაბამისად მისი გავლენის ქვეშ ასევე გააგრძელოს ბატონობა მთელ ამ ახლო აღმოსავლეთ რეგიონში და ესეც ბუნებრივი არ გამოვიდა, ესეც ირანის დადებით დაგროვილი ბონუსია, ესე იგი ვირტუალური იარაღის დამზადების რესურსი დაიტოვა, აიათოლების სისტემა იმის მაგერად რომ უნდა მოროულიყო პირიქით გაძლიერდა და ერში კონსოლიდაცია და რაც თავარია, როგორც გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, არ ვიცი ამდენად მართალია, მართალი რა თქვა და იმედია გააკეთებს, რომ ესე იგი ირანს აქვს უფლება თავისუფლად ივაჭროს თავისი ენერგომატარებლებით. მე ამ ვიდეოს ავწერდი, ესე იგი ფეხს ვითრევდი, იმიტომ რომ იმაზე მეც მე მაინც ვერ ვიტყოდი, რაც მედიაში იყო, მე მინდოდა უბრალოდ აი ამ კუთხით მე თქვა ჩემი აზრი და პლუს ველოდებოდი ნატო 3-ის. ნატო 3-ზე რაც მოხდა, ამან დამარცხუნა იმაში, რომ ეს იყო 12 დღიანი ომის, ბოლო 3-4 დღე ეს იყო უკვე აშკარად შეთანხმება, რომ მინიმალური ზარალი დასრულებული იყო ეს ყველაფერი და ნატო 3-ზე კიდე ტრამპი ჩავიდა გამარჯვებული, მშვიდობის ტრედი, იქ ამერიკულ მედიაზე გაიარა პირდაპირ მნიშვნელობით, ითხოვს იქ ვიღაც ჟურნალისტების განთავისუფლება CNN-ზე, 5%-იანი მარჟები დაადო ევროპულ ქვეყნებს და მოკლედ უკრაინის საკითხიც ესე ვთქვათ მესამე პლანზე გადადო და იქიდან დაბრუნდა გამარჯვებული თეთრსახლის ვებგვერდზე ესეთი შარჟი ვიდეოც დაუთმეს ამას როგორ ბრუნდება დერი სახში დერი იმიტომ რომ ნატოს გენერალურ მდივანმა მარკ რუტემ მას ესე ვთქვათ როგორც უფროსი და როგორც мама მარჩინალი ისე მიმართა. საერთოდ ევროპას რა ჭირს ეს ცალკე დრამა და ტრაგედიაა და კერძოდ ნატოს და ნატოს დივანს. იმას საუბარიც არ მსურს ჯერ რას გვანან, ან რა აწვიეთ, ან რა ხურია და საერთოდ რა ხალხია იქ შეკრებილი. და აქედან გამომდინარე ირანი დარჩა თავის ინტერესების გათვალისწინებით დაიტოვა უფლება იმოქმედოს შემდეგში, ანუ ფაქტობრივად სრული კარლანში გამოვიდა ამერიკელების მხრიდან, როცა დააუმატა ტრამპმა, რომ შეუძლია თურმე ირანს ივაჭროს სანქციების მიღმა. ტრამპი არის მშვიდობის ტრედი, იფრინა იქით, აფრინა აქით, ნატოს იმიტომ ველოდებოდი, რომ მაინტერესებდა ნატოში როგორ გაშუქდებოდა ეს ყველაფერი. თუ იქნებოდა, ესე იგი, რეაქციული ფონი და იქნებოდა დაგმობა და შემდეგ უკრაინის დასაპორტება და რუსეთზე სანქციების ხარდაჭერა და რაღაცა, მაშინ შეითვლებოდა, რომ ომი იყო მართლაც ომი. მაგრამ საბოლოო ჯამში დამთავრდა ძალიან ისე რაღაც ცოტა არ იყოს კომიკურად. და ერთადერთი ვინც
გამარჯვება ვერ იზეიმა, ეს არის ისრაელი მხარე. ისრაელი მხარე რა, თვითონ კონკრეტულად ბენიამინ ნეთანიაჰუ გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად გამწარებული იყო, რომ ესეთი ფრაზაც თქვა, რომ მე ახლა ღაზა სექტორს მივხედავ და ბოლომდე დავასრულებ ამ ამასო და საცოდავი პალესტინელი ხალხი ახლა ირანზე და ალბათ ამერიკელებზეც გაბრაზებული მიუბრუნდება ღაზა სექტორს და რაც დარჩა იმასაც დაანგრევს და გაასწორებს მიწასთან. და აქედან გამომდინარე ისევ ესე თქვათ მეტაფიზიკურ პლანში დავასრულებ, რომ სამყაროში როგორც ჩანს მე ამის იმედი მაქვს, ჯერ ამის ყველა დამნაშავე საზღაურს იღებს და როგორც ჩანს ნეთანიაჰუს ამ ჩანაფიქრმა, ამ ზაკრულმა ჩანაფიქრმა, რომ თავის ინიციატივით ეს ყველაფერი განეხორციელებინა, დაეხმარებინა ამერიკა, ჩაითრია ფაქტობრივად, კიდე კარგი რომ ტრამპს მე გონი იყო, რომ ესე იგი შესაბამისად დროზე გამოსულიყო ამ კონფლიქტიდან, მშვიდობიანი სახით და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ აი ესე ღვთისახელით დაწყებული ეს სამხედრო კონფლიქტი დასრულდა ისე, რომ ინიციატორი და წამომწყები ამ ყველაფრისა დარჩა ფაქტობრივად დამარცხებული. და მას კიდე მოითხოვება, იმიტომ რომ როგორც ჰააგის სასამართლოში არის მისი საქმე დაძრული, ტრამპი ბლოკავს, მაგრამ საქმე გახსნილია, ასევე ისრაელშიც დიდი ოპოზიცია ყავს, იმიტომ რომ მსგავსი გრევები და მსგავსი მსხვერპლი, როგორც ამბობენ, ესე იგი 47 წლიდან, ანუ ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან მსგავსი გრევები არ ყოფილა ისრაელში და დიდ ქალაქებში და ასეთი მსხვერპლი. ასე რომ მას პასუხს მოთხოვენ, იმიტომ რომ მოითხოვება კიდეც. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თვითონ იქცეოდა ღვთისახელით თავის თავზე აიღო რაღაცების კეთება. მოკლედ აი ამ კუთხით ამ წილში მინდოდა მეთქვა ეს ყველაფერი, პრინციპში სულ ეს იყო და ვიმედოვნებ, რომ ირანელები უკვე სერიოზულ რეალურ პოლიტიკას მოკიდებენ ხელს, ანუ real politics და სხვათა შორის აკვანო თქვა, რომ ანიშნებელი იყო ის, რომ სანამ წელს შეწყდებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ირანისა მოსკოვში ჩავიდა და საგარეო საქმეთა მინისტრი როგორც წესი ხდება საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩვეულებრივი პროტოკოლით გათვლილია, მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო თავად პუტინმა, მარჯვენა მხარეს ეჯდა ლავროვი, აქეთკენ უშაკოვი, მისი მრჩეველი და უშაკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის იჯდა თარჯიმანი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ურთასმენებით არ ითარგმნებოდა საუბარი და ის ახალგაზრდა კაცი თარგმნიდა ესე ცოცხლად, იმიტომ რომ რაც შეიძლება და მოკლედ კონფიდენციალურად უნდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი. და როგორც ჩანს, რუსებმა თავის წვლილი, თავის აგური დადეს აი ამ შეთანხმებაში და ამ მშვიდობიან დასრულებაში, მშვიდობიანი პირობითად, იმიტომ რომ დიდი მსხვერპლი იყო. და ალბათ იმედია უკვე ირანელები თანამედროვე პოლიტიკას რეალურად შეხედავენ და სად უნდა ივაჭრონ და სად არ უნდა ივაჭრონ, ალბათ ესეც უკვე ნათელი გახდება, მაგრამ ის არის ცუდი, რომ ახლო აღმოსავლეთში ფაქტობრივად უმართავი სიტუაცია, სირია განუკითხაობის ველია, ირანი იდეურად გამარჯვებული და თავის რესურსით, მაგრამ დაზიანდა ბუნებრივია სახელმწიფო და იქ კიდე ისრაელსა და ირანს შორის ყოფი სახელმწიფო მთელი წყება და არაბეთის ქვეყნები ისინიც ძალაუნებურად ჩაერთვენ ამ ყველაფერში. ეს ომის დასრულება არ არის, ეს არის ალბათ დროებითი მორიგება და ღმერთმა ნუქნას რომ მალე განახლდეს ეს ყველაფერი, მაგრამ აშკარად განახლდება, იმიტომ რომ ირანელები ბირთვული პროგრამის გაჩერებაზე უარს იტყვიან. რაფაელ გროსი გამოაძევეს, ანუ ეგრეთ წოდებული მაგატე არის ეს აბრივიატურით, ანუ გაეროს ბირთვული პროგრამის თავმჯდომარე გამოვიდნენ საერთოდ ყველა შეთანხმებიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ უფლება დაიტოვეს, რომ დაიწყონ ისევ დარჩენილი დაგროვილი მარაგებით ატომური იარაღის კეთება
და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იგივე ნეთანიაჰუმ თავისი ამ ღვთისმიერ ნაბოძი ძალითა და იდეით პანდორას ყუთი გახსნა. იმიტომ რომ მთელ რეგიონში ყველა მიხვდა. თუ ვინმეს არ იქნება ბირთვული იარაღი, ის ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მსხვერპლი. ასე რომ ალბათ ირანი თავის პროგრამას განავითარებს და რეგიონში ყველა ეცდება, რომ მეტნაკლებად ბირთვულ იარაღთან წვდომა მოიპოვონ, იმიტომ რომ თანამედროვე არეულ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს, ბირთვული იარაღი რჩება ერთადერთი გარანტია იმისა, რომ თავს არ დაგესხმებიან. აი, რეზუმეთ ეს იყო. ამ შემთხვევაში და როგორც ყოველთვის საქართველოს რა. საქართველოს ის რომ კიდევ კარგი ირანში ბირთვული გაჟონვა არ მოხდა, ყველა ამბობს, რომ არავინ არ იცის ხა დაზიანდა თუ არა ეს ლაბორატორიები, მაგრამ გაჟონვა არ ყოფილა, რადიაციული ფონი არ არის და ჩვენამდე ეს არ მოაღწევს. იმიტომ რომ უბრალოდ არ არის, თორე შანსი იყო, რომ დავუშვათ რაღაცა ქარისა თუ რაღაც კლიმატური პირობების დახმარებით ეს ფონი გადმოსულიყო, მაგრამ ახან ესეა ჩვენ გადავჭით და ძალიანაც სასიხარულოა. ეხლა ამ ყველაფერს რა მოხდება და როგორ გადაფორმატირდება, ბუნებრივია საქართველოს რახან იმ რეგიონში იმყოფება, ჩვენზეც ეს იმოქმედებს. თუ როგორ იმოქმედებს, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს და მე რამდენჯერ მინდა ვთქვა, რომ იმედი მაქვს, რომ საქართველოში არსებული ხელისუფლება აი იმ რეფორმების გზით, რასაც აკეთებს, ხა დავითაშვილიც კი გაანთავისუფლეს და ისიც ჩაანაცვლეს, ფაქტობრივად სულ ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. მე იმედი მაქვს, რომ ზუსტად ეს ახალი გუნდი გამოიჩენს სათანადო და ჯეროვან გამჭრიახობას და მიხედავს ქვეყანას და ზედმეტ-შარს აიცილებს, როგორც უშუალოდ სამხრეთ კავკასიაში, ასევე რეგიონში. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდით და დროებით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.